ავსტრიულმა სტარტაპმა ნამდვილად ჭკვიანი ჭაღი Fluxo შეიმუშავა. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოწყობილობა თქვენი სურვილის შესაბამისად განათების სხვადასხვა სცენარს შემოგთავაზებთ. თქვენ შეგიძლიათ თანაბრად გაანათოთ მთლიანი ოთახი, ან მონიშნოთ და მიანათოთ მხოლოდ მაგიდას. Fluxo ასევე შესაძლებლობას გაძლევთ ნატურის სხივების კონცენტრირება ნახატზე მიმართოთ და ოთახში ინტიმური სიტუაცია შექმნათ. ინოვაციური გაჯეტის ავტორების განცხადებით მათ მაქსიმალურად უნივერსალური მანათობელი შექმნეს, რომელიც სხვა დანარჩენს ჩაანაცვლებს. Fluxos ოთახში ნებისმიერი წერტილის ამონათება შეუძლია. მომხმარებელი თავისით უთითებს მიმართულებას, ინტენსივობას, სხივების სიძლიერეს და განათების ფერსაც კი. ასევე შეგიძლიათ სინათლის სხივები თქვენი დიზაინის შესაბამისად დახატოთ და დასრულებული ნამუშევარი შაბლონად შეინახოთ. ამ ყველაფრის განხორციელებას კი რა თქმა უნდა smartphone-ის დახმარებით შეძლებთ. ჭაღის სიძლიერე 200 ვატს შეადგენს. მასში ჩამონტაჟებულია თეთრი და ფერადი შუქდიოდები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში გაგიძლებთ. იმის მიუხედავად, რომ Fluxos გამომგონებლები პროდუქციის მასობრივი რეალიზაციის პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობენ, მანათობელმა მოწყობილობამ უკვე დაისაკუთრა London Design Awards 2015-ის პრესტიჟული ჯილდო. ავტორების განცხადებით მოწყობილობის ფასი 680 евро იქნება. 360 გრადუსიანი გადაღებები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა. საჭიროა ძვირად ღირებული მოწყობილობა და რა თქმა უნდა დრო ხელსაწყოების სამუშაო რეჟიმში მოსაყვანად. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვისაც პანორამულ ვიდეოებზე მუშაობა და ვირტუალური რეალობისთვის მატერიალების შექმნა უწევთ. პროექტ Lunas ავტორები ასეთი სიტუაციების უკეთესობისკენ შეცვლას აპირებენ და მომხმარებლებს მინიატურულ კამერას თავაზობენ, რომელსაც გასაოცარი ფუნქციონალი გააჩნია. Lunas 360 გრადუსიანი კამერის ზომები ალბათ სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გაჯეტი იმდენად პატარაა, რომ მარტივად თავსდება ქურტუკის ჯიბეში. ხელჩანთებზე და დიდ შემოდნებზე ხომ საუბარი ზედმეტია. როგორ არის მოწყობილი Luna? მას გააჩნია მაგნიტური სამაგრი, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში გამოგადგებათ. სფერისებრ კორპუსში კი ინტეგრირებულია ორი ეგრეთ წოდებული თევზის თვალის ტიპის ობიექტივი 5 მეგაპიქსელიანი Full HD გაფართოების მქონე სენსორით. თითოეული მოდული კი გამოსახულებას 190 გრადუსით აღიქვამს. სწორედ ამის ხარჯზე მოწყობილობა აფიქსირებს ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. იმისათვის, რათა გამოსახულების გადაღების დროს პოზიციონირების პრობლემა არ შეგექმნათ, ხელსაწყოს გიროსკოპი გააჩნია. ამასთან ერთად Lunas გამომგონებლებმა აპარატი IP68 სტანდარტით დაიცვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კამერა არც წყალს და არც მტვერს არ უფრთხის. მინიატურული კამერა პერსონალურ კომპიუტერებთან, პლანშეტებთან და smartphone-ებთან Wi-Fi-ის დახმარებით სინქრონიზირდება და სწორედ ამ მოწყობილობებით იმართება. რაც ყველაზე მთავარია, მისი ფასი $299-დან იწყება. წინასწარ შეკვეთა კი crowdfunding-ის სისტემა Indiegogo-ზე შეგიძლიათ. სოფლიოში გაზირებული სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია Pepsi საკუთარ smartphones გამოუშვებს. Pepsi Phone P1 ჩინეთში $156 გაიყიდება. კომპანიის ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას და ჩინეთის ბაზარზე გამყარებას უკავშირდება, სადაც კონკურენცია ტკბილი გაზიანი სასმელების სეგმენტშიც საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება თავად smartphones, ის აღჭურვილი იქნება 8 ბირთვიანი პროცესორით, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიულითა და 16 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით. P1-ს ასევე გააჩნია 5.5 დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 1920x1080 პიქსელზე, ხოლო ელემენტის მოცულობა შეადგენს 3000 მAh-ს. მოგრძალებული ფასის მიუხედავად smartphones წილად ხვდა ახალი მოდელის თითის ანაბეჭდის სკანერი, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ფასის გათვალისწინებით და ტექნიკურად Pepsi Phone-ი საკმაოდ საინტერესო, ჭკვიანი მობილური მოწყობილობა გამოდგა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კომპანია Pepsi Phone P1S-ის მოდელის გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ევროპულ ბაზარზეც ხელმისაწვდომი იქნება. Crowdfunding-ის სისტემა Kickstarter-ზე საინტერესო სტარტაპი Print-ი გამოჩნდა. ეს არის აქსესუარი, რომელიც smartphone-ებს Polaroid-ის ტიპის კამერად გადააქცევს. თუმცა სამწუხაროა, რომ გაჯეტი რამდენიმე პოპულარული smartphone-ისთვის, iPhone 5-ის, iPhone 6-ისთვის, Samsung Galaxy S4-ისა და Samsung Galaxy S5-ისთვის არის ხელმისაწვდომი. მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია. ზემოთხსენებული smartphone-ები кейსში თავსდება და სწორედ ამის შემდეგ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. აქსესუარზე არსებული სპეციალური დიდი ღილაკის დახმარებით გადაიღებთ სურათს და მომენტალურად დაბეჭდავთ მას. პრინტის აქსესუარი აღჭურვილია ელემენტით, ასევე სპეციალური თავისუფალი ადგილით, სადაც კარტრიჯიანი ქაღალდები თავსდება.
აღსანიშნავია, რომ თერმოქაღალდის ზინკის დახმარებით სურათების დასაბეჭდად მინი პრინტერი მელანს საერთოდ არ იყენებს. საინტერესო და ბევრისთვის გამოსადეგი აქსესუარის შეძენა ოფიციალურ ვებგვერდზე $159 შეგიძლიათ. კომპლექტში კი სურათების დასაბეჭდად 10 ფურცელი მოყვება. ცალკე 50 ერთეული თერმოქაღალდის ფასი კი $25 ადგენს. მოგესალმებით, როგორც იცით, კომპანია Apple 9 სექტემბერს კუპერტინოში საზოგადოებას სრულიად ახალი smartphone-ები წარუდგინა და რა თქმა უნდა, კვლავ შეძლო მრავალი მილიონიანი მოხმარებლების გაოცება. ჩვენ კი მოდი კუპერტინოდან პირდაპირ Apple City-ის სრულიად ახალ ფილიალში დავბრუნდეთ, სადაც შეუდგებით iPhone 6s-ისა და iPhone 6s Plus-ის განხილვას, რაშიც მე დღეს ზაურ კუნჭულია დამეხმარება, რომელიც არის Apple City-ის წარმომადგენელი. ზაურ, მოდი დღევანდელი განხილვა დავიწყოთ დიზაინით. როგორც მოსალოდნელი იყო დიზაინი, ნაკლებად შეიცვალა, თუმცა გვაქვს რა თქმა უნდა სიახლეების და სწორედ ამ სიახლეებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. ახალ iPhone 6s-ში დიზაინი როგორც მოსალოდნელი იყო, არ შეცვლილა. ძირითადი ცვლილება რამაც განიცადა, ეს არის შიგთავსი. თუმცა ასე ვთქვათ, დიზაინმა ცოტა ცვლილებები მაინც განიცადა. პირველ რიგში ეს არის ცოტა გასქელებული корпуსი და ოდნავ გაზრდილი სიმაღლეში, რაც წონაშიც რა თქმა უნდა აისახა და 6s 6-ზე უფრო მძიმე გამოვიდა. რაც შეეხება ვიზუალურ ცვლილებებს, კიდევ ერთი ცვლილება რაც დაემატა, ეს არის ახალი ფერი, დაემატა rose gold-ი, ანუ ოქროს ფერი, ოდნავ ოქროს ფერში გადასული. წინა მხარეს იგივე დარჩა თეთრი ფერი, როგორც gold-ში და silver-ში, მაგრამ უკანა მხარე ახალი ფერით არის წარმოდგენილი. ანუ სიახლეები არის რა, მას უკვე iPhone 6s და iPhone 6s Plus უკვე გააჩნია ალუმინის 7000 სერია, ანუ უფრო მყარი მეტალი, შესაბამისად ის ვიდეოები, რაც გავრცელდა iPhone 6-ის შემთხვევაში, რომ smartphone რეალურად ისე თუ ასე ზეწოლის შედეგად იღუნებოდა, ამ შემთხვევაში უკვე ნაკლები არის იმის შანსი, რომ კი ბატონო, ეს ლეგენდები რაც ადადიოდა, რომ iPhone 6-ის корпуსი იღუნება მეტნაკლებად გამოყენების პერიოდში, ამ შემთხვევაში უკვე ტესტები დამტკიცებულია, რომ არანაირი ზემოქმედებას, ანუ ზეგავლენას არ ახდენს ყოველდღიური გამოყენება ახალ 6s-ის корпуსზე და უფრო მყარია, ну, ძალაც რო დავატანოთ, საკმაოდ დიდი ძალა ჭირდება, რომ გაიღუნოს. თავისთავად ეკრანიც უფრო მძლავრი გახდა, ну, ყიფე არ არის იმდენად ყიფე, როგორც იყო 6 და ყოველ შემთხვევაში корпуსი უფრო საიმედოდ არის, ის ბაგებიც რაც ჰქონდათ ლუფტები, ასე ვთქვათ, ეკრანზე, ძირითადად მარჯვენა მარცხენა ქვედა მხარეს корпуსზე ის ლუფტები უკვე აღარ ახასიათებს და როგორც ყოველთვის ეს ვერსია ყოველთვის უფრო გაუმჯობესებული გამოდის, ვიდრე ვთქვათ ეს წინა ვერსიები, როცა იცვლება გლობალურად მთელი დიზაინით და ყველაფერი, რაც ვთქვათ ვიზუალური მხარე. ზაურ, მოდი ამჯერად გადავიდეთ დისპლეიზე. აქ საინტერესო არის რა, რომ არ შეცვლილა არც დისპლეის ზომა და არც ის ტექნოლოგიები, რაც გამოიყენებოდა ვთქვათ iPhone 6-ის შემთხვევაში, თუმცა გვაქვს სიახლე, მისი ეკრანი არის უფრო მეტად დაცული. ოფიციალური კომპანიის ოფიციალური განმარტებით ეს ეკრანი არის უფრო მეტად დაცული, ვიდრე იყო iPhone 6-ის შემთხვევაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიამ ნამდვილად იზრუნა თვითონ smartphone-ის უსაფრთხოებაზე, რომ ნაკლებად დეფექტიანი ყოფილიყო ეს smartphone. კი, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით, თვითონ ოფიციალური რელიზის დროსაც ამაზე იყო საუბარი, რომ ახალი ეკრანი უფრო გამძლე უნდა იყოს, ვიდრე წინა თაობის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წინა თაობის არ იყო გამძლე, უბრალოდ რაღაც ტექნოლოგიები წინ მიდის და შესაბამისად ტექნოლოგიები უფრო მეტ დაცულობას გვაძლევს. თუმცა touch experience-ზე, ასე ვთქვათ, ეს დიდად არასახულა, ყველაფერი ესე ვიზუალურად მიყავს, როგორც ადრე, უბრალოდ დაცულობა მოემატა. მოდი ამჯერად უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ smartphone-ების დისპლეები. მე გეტყვით, რომ iPhone 6 გააჩნია 4.7 ინჩიანი ეკრანი, IPS LCD ტექნოლოგიის ეკრანი და 1 დიუმზე მოდის 326 პიქსელი. რაც შეეხება iPhone 6s Plus, ამ შემთხვევაში როგორი მონაცემები? iPhone 6s Plus-ის მონაცემები ისევე როგორც ეკრანის რეზოლუცია არ შეცვლა, არის ისევე როგორც 6 Plus-ი, Full HD ეკრანი აქვს. ანუ მართალია ამ დიაგონალზე სხვა კომპანიები თავაზობენ უფრო მჭიდრო პიქსელების რაოდენობას, მაგრამ როგორც Steve Jobs-ი ამბობდა, 300 პიქსელზე მეტი 1 ინჩზე უკვე თვალით არ აღიქმება
და ასე რომ ეს უბრალოდ ასე ვთქვათ PR ტექნოლოგიების სულ არის სხვა კომპანიების მხრიდან სხვა ინოვაციებს ალბათ გვთავაზობენ და უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია უბრალოდ და ეს ძირითადად იწვევს აკუმულატორის ელემენტების ძალიან სწრაფ დაჯენას, იწვევს რესურსების, ანუ პროცესორის რესურსების უაზრო ხარჯვას და შესაბამისად კომპანიებმა ეს ყველაფერი აიცვალა თავიდან და დატოვა იგივე რეზოლუცია, მაგრამ გამოსახულება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა ბაზარზე. კი, ეს ყველა კიდევაც ძალიან ნათელ და ლამაზ ფერებს გამოსახავს iPhone. LCD დისპლეი ყოველთვის უფრო ჯობია, ვიდრე თქვა იგივე AMOLED და LED დისპლეის. მოდი ამჯერად გადავიდეთ ტექნიკურ მონაცემებზე. აქ ერთი საინტერესო დეტალია, რომ წინა მოდელებთან შედარებით ამ smartphone-ებს უკვე გააჩნიათ Apple's 9 პროცესორი, რაც 70% უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე წინა მოდელებთან შედარებით და ასევე 35%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. სხვა დანარჩენ ტექნოლოგიებზე უკვე დეტალურად უნდა გვესაუბრო აუცილებლად. კი ბატონო, რაც შეეხება პროცესორს, ზუსტად ეს არის, რომ ყოველი ახალი პროცესორი, რა თქმა უნდა, იხვეწება ტექნოლოგიები, უფრო ნაკლები ნანომეტრი იხარჯება თითო პროცესორის დამზადებაზე, შესაბამისად უფრო ენერგოეფექტური ხდება. ეს იმაზეც აისახება, რომ მიუხედავად ახალი smartphone, მიუხედავად იმისა, რომ სისქე გაიზარდა iPhone 6s-ის, მისი აკუმულატორის მოცულობა შემცირდა. მაგრამ იგივე დარჩა ავტონომიურობა. ანუ პლუს მინუს იგივე ცოტა უკეთესიც კი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მძლავრი პროცესორი იმაზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, კი, რა თქმა უნდა, ვიდრე წინა თაობის პროცესორები. შესაბამისად, ერთი ცვლილება არის მხოლოდ ციფრებში, ანუ ელემენტებში. ციფრებში ეს Apple-ის ტექნიკის მომხმარებელს ციფრები არასოდეს არ აინტერესებს. iPhone-ი ყოველთვის მუშაობს კარგად და რა პროცესორი და შიგნით და რა სიხშირეზე მუშაობს, ეს ნაკლებად საინტერესო ალბათ რიგით მომხმარებლისათვის. ფაქტი ის არის, რომ ავტონომიურობა არ დაზარალებულა, მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრე, რა თქმა უნდა, გაიზარდა ახალ პროცესორთან ერთად. ასევე ცვლილებები წინა მოდელებთან შედარებით არის ის, რომ ეს smartphone-ები მუშაობს iOS 9-ის ოპერაციულ სისტემაზე, ასევე მათ გააჩნიათ 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, ამ შემთხვევაში ცვლილება არ გვაქვს. ეს მოდელები კვლავინდებურად ხელმისაწვდომია 16, 64 და 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებებით. კი ბატონო, ოპერატიული მეხსიერებას რაც შეეხება მართლაც გავორმაგდა 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება iOS-ისათვის, ვინც იცის ეს სისტემა, ნამდვილად ძალიან დიდი ციფრია. იმისგან გამომდინარე, რომ 6 ძალიან სწრაფად მუშაობს, 1 გიგაბაიტზეც კი და რომ ნახოთ ტესტები, თქვა რომ გავუშვათ რამოდენიმე მძიმე თამაში, თქვა რომელსაც თქვა უნდა მიქონდეთ დიდი მეხსიერება, ოპერატიული მეხსიერება შეпроსორად, მიუხედავად ამისა 2-3 თამაში ერთდროულად გაშვებული, მაინც კარგად მუშაობს და სტაბილურად და 2 გიგაბაიტი სულად წარმოუდგენელ რაღაც შესაძლებლობებს აძლევს აპლიკაციების ასე დეველოპერებს, რომ ახალი ესეთი რაღაცები შექმნან, მიუხედავად დამატებული ამას ის პროცესორი, რომელიც თქვა რეაქტიული პროცესორი აქვს, ბირთვული. გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ სულად ახალი ერა იწყება ახლა აპლიკაციებისა და თამაშების საპორტირებას. ანუ რა თქმა უნდა, უნდა აღნიშნოთ, რომ თამაშების მოყვარულებსაც საკმაოდ გამოადგებათ ეს smartphone. კი ბატონო, თამაშების მოყვარულებს უკვე შეიძლება ვისაუბროთ პროფესიონალურ პროგრამების და აპლიკაციების ადამიანების მრავალ აპლიკაციასთან რა თქმა უნდა, ანუ multitasking-ი სულად ახალ დონეზე არის 2 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებასთან. კარგი, ზაურ, მოდი ამჯერად გადავიდეთ ფოტო-ვიდეო გადაღებაზე. ამ შემთხვევაში ალბათ მთლიანად სიახლეებით არის დატვირთული ეს მოდელები. მოდი დეტალურად განვიხილოთ, რა სიახლეები შემოგთავაზა კომპანია Apple-მა, როგორი ფოტო-ვიდეო გადაღება აქვს ამ smartphone-ებს და რა ფუნქციები, რა ახალი ფუნქციები გააჩნიათ მათ. კი. მოკლედ iPhone-ები ყოველთვის ცნობილი იყო თავისი საუკეთესო ფოტოგრაფიული, ასე ვთქვათ, თვისებებით. ახალი, 6S-იც, რა თქმა უნდა, არ იქნება გამონაკლისი. მინდა გითხრათ, რომ 6-ის ძალიან კარგ ფოტოებს იღებს. პროფესორად 5S-დან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფესიონალურ დონეზე შეგვიძლია ფოტოების გადაღება საკმაოდ დაიხვეწა. კი. რაც შეეხება 6S, აქ ნიშანდობლივია ეს ფაქტი, რომ პირველად 4S-დან მოყოლებული გაიზარდა კამერის რეზოლუცია, გახდა 12 მეგაპიქსელი, ადრე იყო 8 მეგაპიქსელი, ამაზე ძალიან ბევრი საუბარი იყო, რომ აი თქვა 2011 წლიდან მოყოლებული 8 მეგაპიქსელიანი კამერა ჰქონდა iPhone-ებს, მაგრამ ეს 8 მეგაპიქსელი ძალიან კარგად იღებდა და არ იყო რა თქმა უნდა ხედავდა იმის საშ. თუმცა ამჯერად უფრო გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ახლა უფრო დიდი შესაძლებლობები გვაქვს, თქვათ, ეს ალბათ უფრო მიმართულია პროფესიონალების, უფრო მეტი და მეტი პროფესიონალი იღებს ფოტოებს
iPhone-ით და უკვე ჟანრია iPhone-ოგრაფიის ფოტოგრაფიაში. ასე რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს პირველ რიგში კროპის, თქვათ, გადაღებული ფოტოების ცოტათი კროპის გაკეთების, გვაქვს ესეთი შესაძლებლობები, თქვათ, უფრო დიდ ფორმატზე დაუბეჭდოთ ჩვენი სურათები, ფოტოები და რაც მთავარია ვიდეოში ეს არის 4K ვიდეოს ფუნქცია. ეს ძალიან დიდი სიახლეა ალბათ iPhone-ისთვის. დიდი ხანია უკვე არის ბაზარზე ესეთი ასე ვთქვათ smartphone-ები, რომელიც იღებს, დიდი ხანია იღებს, მაგრამ აბსოლუტურად ასე ვთქვათ განსხვავებული და აბსოლუტურად უნიკალური მოვლენა ეს არის, რომ უფრო მეტად ეს ნიშანდობლივია 6S Plus-ისათვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა 4K ვიდეო გადავიღოთ ოპტიკური სტაბილიზაციით, რაც სრულიად ახალი ასე ვთქვათ ექსპერიენსი გამოვა მოხმარებლისათვის, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება და ასე მე ვიტყოდი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება 6S Plus და 6S შორის ეს არის უბრალოდ ის, რომ შეუძლია ასეთ ფორმატში გადაიღოს ვიდეო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ოპტიკური სტაბილიზაცია. აქვე უნდა დავამატოთ, რომ კომპანიამ საკმაოდ საინტერესო სიახლე ჩანერგა ამ მოდელებში. ეს სიახლე ალბათ ყველაზე მეტად გაუხარდებათ სელფონებს და უნდა ვთქვათ, რომ მეორადი კამერა ამჯერად უკვე თუ კი 6-ის შემთხვევაში იყო 1.2 მეგაპიქსელი, ამჯერად უკვე არის 5 მეგაპიქსელი, რაც საკმაოდ კარგი შედეგი არის და ალბათ ეს დიდი ხანია ამას ელოდებოდა სელფომანის, თქვათ, სელფომანის პროფილი ადამიანები. ძალიან ცოტა იყო ალბათ ის 1.2 მეგაპიქსელი, რაც 6 ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მაგარ ფოტოებს იღებდა მაინც იმ 5 და ზოგიერთ შემთხვევაში 8 მეგაპიქსელიან კამერებსაც ჯობდა. არა მარტო ის არის, რომ მეგაპიქსელების რაოდენობა იზრდება, იღწდება, ასე ვთქვათ, პოსტ დამუშავება, სოფტი არის ძალიან მნიშვნელოვანი Apple-ის ტექნოლოგიის, Apple-ის მოწყობილობებისათვის და ამიტომ 5 მეგაპიქსელიანი კამერა უკვე სრულიად ახალი ასე დონე არის, რომელიც შეგვიძლია დატესტოთ, შეგვიძლია ძალიან მაგარ ფოტოებს. კიდევ ერთი ის ახალი ფუნქცია, რაც დაინტერესებთ ალბათ ფოტოგრაფით გატაცებულ ადამიანებს, ეს არის live ფოტოგრაფიის ასეთი ფუნქცია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სრულიად ახალ ტექნოლოგიასთან, რომელზეც ვისაუბრებთ შემდეგ 3D touch-თან. როდესაც შეგვიძლია გადავიღოთ ფოტოები, ანუ როდესაც ჩვენ დავუმიზნეთ გადასაღებად უკვე iPhone 6s ობიექტს, შეგვიძლია გადავიღოთ ფოტო, ცოტა ხანი გავაჩეროთ ეს დამიზნებულად, ასე ვთქვათ, ფოკუსში ობიექტი და თუ ის მოძრაობს, შესაბამისად აისახება ეს ყველაფერი ფოტოზე და შემდეგ უკვე გალერეაში შეგვიძლია ასე თითის ძლიერი დაჯერით, 3D touch ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვიძლია უკვე ასე ვთქვათ ცოცხალი GIF-ის მსგავსი ასეთი საინტერესო. კი, ძალიან საინტერესო. ეს ახალი ფუნქცია არის. კი, ახალი ფუნქცია არის, ძალიან საინტერესო ფუნქცია. კარგი, მოდი ჩვენ ვისაუბრეთ ელემენტზე, თუმცა ამჯერად უფრო დეტალურად განვიხილოთ iPhone 6s-ისა და iPhone 6s Plus-ის ელემენტი. ჩვენ ვიცით, რომ 6-თან შედარებით 6s-ის ელემენტის მოცულობა შემცირდა. მოდი ეს ინფორმაცია უფრო ამომწურავად მოგვაწოდე, ასევე ვისაუბროთ iPhone 6s Plus-იც. კი ბატონო, მოკლედ რომ ვთქვათ, ავტონომიურობის მხრივ ცვლილებები ძალიან, ასე ვთქვათ, ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა, შემცირდა ელემენტის მოცულობა, არ შეცვლა ავტონომიურობა. iPhone 6-ის შემთხვევაში თუ არ ვთქვი, იყო 1810 მილიონპერი. 6s-ის შემთხვევაში 1750 მილიონი. მაგრამ დიდი განსხვავება ამას არ მოუწია, უბრალოდ არანაირი განსხვავება ამას არ მოუწია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიმძლავრე პროცესორის. მაგრამ ხო, ენერგოეფექტურობა მოიმატა, შესაბამისად არ შეცვლა ავტონომიურობა. მთელი დღის განმავლობაში ნორმალურ რეჟიმში, ანუ რა თქმა უნდა, ნებისმიერ smartphone-ი და ვთქვათ, განვლება შეიძლება აკუმულატორის 5-6 საათში ალბათ. თუ ინტენსიურად ვითამაშებ. გაჩვენა როგორ მოიხმართ. კი ბატონო, 4K ვიდეო, რა თქმა უნდა, ძალიან ენერგიას მოიხმარს. მაგრამ ნორმალურ რეჟიმში, ანუ საქმიანი ადამიანის რეჟიმში ერთი დღე ყოფნის 6s. რაც შეიძლება iPhone 6s Plus ამ შემთხვევაში. ეს არის ერთ-ერთი დიდი ისეთი ფაქტორი, რომელიცაც უფრო მეტ უპირატესობას მოხმარებელი შეიძლება ანიჭებდეს 6s Plus, 6 Plus-საც შესაბამისად, რომელიც დიდი მოცულობას ერთად დიდ აკუმულატორის ასე ვთქვათ მოცულობასაც იძლევა და შესაბამისად შეგვიძლია უფრო დიდხანს დიდი ხნის განმავლობაში გავიგოთ ეს. ანუ დაახლოებით 2 დღე მეტნაკლებად შერეულ რეჟიმში, დღენახევარი ასე ვთქვათ ამამად შეიძლება. ანუ ეს არის ეს smartphone-ი განკუთვნილი
მკვლელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ხშირად იყენებენ მოკლედ ამ smartphone-ს. კი, და რომელებიც უფრო ავტონომიური არიან, ანუ ერთი უნივერსალური მოწყობილობა სურთ, რომელიც შეუცვლით, თქვათ, iPad-საც და შეუცვლით smartphone-საც, ანუ გექნება ერთი smartphone-ი, რომელიც, თქვათ, მრავალ ფუნქციას ერთდროულად შეითავსებს, თან იქნება უფრო დიდხანს ავტონომიური, ვიდრე, თქვათ, iPhone 6s. ეს არის ძირითადად ისეთი განსხვავება ამ ორ smartphone-ს შორის. ანუ პრინციპში ესე ერთი smartphone-ია, უბრალოდ რაღაც ძალიან მცირე. ან მათ ვისაც უნდათ iPhone 6s-ის უფრო დიდი ვარიანტი, შეუძლიათ ჩვეულებრივ შეიძინონ iPhone 6s Plus. ძალიან დიდი მადლობა ზაურ შენ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის. საერთოდ ჯამში რა შეგვიძლია ვთქვათ, განახლება შეეხო ტექნოლოგიებს, დაემატა 3D Touch ტექნოლოგია, განახლდა ასევე პროცესორი. ეს smartphone-ები წინა მოდელებთან შედარებით არის კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, არის უფრო სწრაფები, უფრო ძლიერები და ასე შემდეგ. ეს არის smartphone-ი, რომელიც ალბათ გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ბიზნესმენს, თუნდაც თამაშების მოყვარულს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. როგორც Apple-მა განაცხადა, ერთადერთი რაც შეიცვალა, ეს არის ყველაფერი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად შეიძლება ისინი ძალიან გვაქვს 6 და 6s, მაგრამ ტექნოლოგიებმა ძალიან წინ წაიწია და ეს ყოველ შემთხვევაში აი ელემენტარულად თუ გქონდათ შეხება 6-თან და შემდეგ 6s იყიდეთ, ძალიან იქნება ეს ან პირიქით თუ 6s-დან 6-ზე გადახვედით, რატომღაც ძალიან შესამჩნევი იქნება ელემენტარულ სისწრაფეში. 6s გაცილებით. მოკლედ ტექნოლოგიები ყოველწლიურად იხვეწება და ვნახოთ რა იქნება მომავალში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რა თქმა უნდა, არ გადართოთ წინ ძალიან საინტერესო თამაშის განხილვა გელოდებით. Is your only warning. Abandon the city, or I will unleash your greatest fears. The last will and testament of the deceased, Thomas Wayne. In the event of my death, I hereby declare that all my worldly possessions pass to my son, Bruce Wayne. Bruce, I ask that you honor the Wayne family legacy and commit yourself to the improvement of Gotham City, its institutions, and its citizens. Batman Arkham-ის ფრენჩაიზი უბრალოდ კარგი თამაშების სერიების გარდა თანამედროვე ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტის გახლავთ, რაც კომიქსების ვიდეო თამაშების სახით ხარისხიანად ადაპტაციას გულისხმობს. სერიები Arkham Asylum-მა გახსნა, რომელმაც მომავალი თამაშებისთვის ღირსეული საფუძველი შექმნა და იმედის მომცემი პოტენციალიც დატოვა. Arkham Knight-ით კი დეველოპერები სუპერგმირის მოქმედებით სერიებზე მუშაობას ასრულებს. For the hero, the only true conclusion. ქრონოლოგიურად Arkham Knight-ი მისი წინამორბედის Arkham City-ს მოვლენებს აგრძელებს. ეკრანზე გოთემის არაერთ უკვე კარგად ნაცნობ ბოროტგმირებს ვიხილავთ, რომლებიც ამჯერად Batman-ის წინააღმდეგ საერთო ძალებით მოქმედებენ. მათი გაერთიანების მიზეზი კი Scarecrow-ს გეგმა გახლავთ, რაც ქალაქის ტოქსიკური ღრუბლით დაფარვასა და მთავარი გმირის განადგურებას გულისხმობს. Those left behind find hope in his sacrifice. Let those who knew him well. სერიებისთვის სახასიათო პერსონაჟების გარდა თამაში ახალ და მისტიურ ფიგურასაც გვაცნობს. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული Arkham-ის რაინდი. სამხედრო გამოცდილების მქონე ანტიპერსონაჟი, რომლის ერთადერთი მოტივიც Batman-ის წინააღმდეგ მოქმედებაა. იგი Scarecrow-სთან კოოპერაციით ერთ-ერთ მთავარ ანტაგონისტად გვევლინება. მისი რეალური პიროვნება კი მთავარი სიუჟეტური ხაზის ბოლომდე ამოცანად რჩება. სამწუხაროდ რაინდის ნამდვილი იდენტობის გამხელას ისეთი ეფექტები არ აქვს, რისთვისაც თამაში გვამზადებდა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სიუჟეტში არსებული სხვა მოვლენები მოცემულ ფაქტს აბალანსებენ და სანაცვლოდ არაერთ საინტერესო თუ მოულოდნელ მომენტს გვთავაზობენ.
ამას ემატება პერსონაჟთა ძლიერი სასცენო შესრულება, რომლის წყალობითაც თამაშის Scarecrow-ს ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიას ვიღებთ. ხოლო ცალკე ღირებულებას წარმოადგენს მარკ ჰამილის დაბრუნება, რომელიც ჯოკერის როლს ირგებს სერიების ერთ-ერთ საუკეთესო მონაკვეთებში. Gameplay-ის კუთხით თამაშის მთავარი სიახლე ბეტმობილია, რომლის შესახებ მოსმენაც საინტერესოა, თუმცა უშუალოდ თამაში გამოცდის შემდეგ არც თუ ისე სახალისოა. რა თქმა უნდა, შეგვხვდება მომენტები, როდესაც მობილის გამოყენებით მექანიკა საინტერესო დებმის გარემოს. თუმცა მისი როლი ძირითადად დეველოპერის მხრიდან ხელოვნურად ჩასმითა და თამაშის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე იძულებით გამოყენებას მოიცავს. გოთემის ქუჩებში გადაადგილება მის გარეშე გაცილებით სწრაფი, ნაკლებად შეზღუდული და დახვეწილი მექანიკით მომუშავე გახლავთ. მოუხერხებელ მართვის სისტემას თან ერთვის თემატიკიდან ამოვარდნილი და სათამაშოდ მოსაწყენი ბრძოლის სცენები, რომლებიც თამაშის დანარჩენ ნაწილებს ხარისხით საგრძნობლად ჩამორჩებიან. იქნება ეს ბოსთან დაპირისპირება თუ სათადარიგო დავალებების სცენები. მსგავსი ხარვეზი არ იქნებოდა თუ კი მისი გამოყენება მთლიანად არჩევითი იქნებოდა. თუმცა იდეის ფორსირებული იმპლემენტაცია გეიმპლეის დამაბრკოლებელ ნაწილად გარდაქმნის მიზეზი გახდა. საინტერესოა, რომ უარყოფითი სახით არ დაბრუნებულა უშუალოდ პროტაგონისტის მართვის სისტემა, რომლის შემთხვევაშიც სახეზე აშკარად წინსვლა და არსებული მექანიკების სწორი განვითარებაა. იქნება ეს ჩუმ რეჟიმში მოქმედება თუ მოწინააღმდეგეებთან პირისპირ შებრძოლება. კომბატი ისეთი მოქნილი და ზუსტი სისტემით მუშაობს, როგორცაც წინა ნაწილების შემდეგ ველოდით. მათში არა მარტო შენარჩუნებულია არსებული მექანიკები, არამედ დამატებულიცაა არაერთი საინტერესო განახლება, როგორც თავად ბეტმენის მოწყობილობებსა და ტექნიკურ უნარებში, ასევე გარემოსა და მოწინააღმდეგეებშიც. განახლებათა სია ეხება სამყაროში გადაადგილების თემასაც, რომელიც ტერიტორიული სივრცით მისი ორივე წინამორბედისგან საკმაოდ მზარდი მასშტაბის გახლავთ. ამჯერად დეველოპერები ქარბუქიანი და ბნელი გოთემის 3 კუნძულის გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს, რომლის საერთო ვიზუალურ ტონს სახასიათო ელფერს აძლევს ნეონის განათებები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ლოკაციები. მათ ძლიერ მხატვრულ შესრულებას კი ტექნიკური წინსვლაც ამაგრებს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასაწყისში ქალაქის მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა, მის ქუჩებში ბეტმენისთვის საკმაო რაოდენობის აქტივობა მიმდინარეობს. ქუჩების სიმულაციას კი უფრო მოცულობით ხდის მათში კრიმინალთა რაოდენობის გაზრდა, რომლებიც შემთხვევით რეჟიმში ავტომობილებსაც მართავენ. რუქაზე გადაადგილებისას აღმოჩენილი დავალებები ავტომატურად გვემატება აქტიურ მისიად, რომელთა არჩევაც მოსახერხებელი სანავიგაციო რგოლით არის შესაძლებელი. სათადარიგო დავალებები კვლავ სოლიდურ დონეზე არის შესრულებული და თამაშის მამოძრავებელ ბირთვადად შენარჩუნებულია. სხვადასხვა ანტაგონისტებზე მიბმულ დავალებებს განსხვავებული სიუჟეტური ფონი და სათამაშო პროცესი გააჩნიათ. მაგალითისთვის, Two-Faces quest-ებში ბანკის მძარცველებს გაუმკლავდებით, სადაც გონივრულია ჩუმად მოქმედების ტაქტიკის გამოყენება. რიდლერის წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიკის კომბინირებით განსხვავებული ტიპის თავსატეხებს ამოხსნით. მენ ბეთის დასახსნელად მისი ხმოვანი სიგნალის საშუალებით პოვნა დაგვჭირდება და ასე შემდეგ. Gameplay-ის მრავალფეროვნებით, პერსონაჟთა კოლექციით, სამყაროს დეტალიზაციითა და მასში მიმდინარე მოვლენების მაღალი ხარისხით გადმოცემით, Arkham Knight-ი ღირსეულად ასრულებს სერიებს. ამ ფაქტის შესაცვლელად კი დეველოპერების მხრიდან Batmobile-ის ხარვეზებით იმპლემენტაცია არ გმარა. საბოლოო ჯამში კი Rocksteady-მ Batman-ის ისეთი ვიდეო თამაშების სერიები მოგცა, რომლებსაც მისი კომიქსები იმსახურებს. სწორედ ისეთი ხარისხით, რომელიც ვიდეო თამაშების დღევანდელ ინდუსტრიას სჭირდება. დღეს სტარდება მეოთხე გეიმ ჯემი და ეს გეიმ ჯემი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ დღეს უკვე ჩვენ გვეწვია ამსტერდამიდან Casual Connect-ის ორგანიზატორი. ეს ადამიანი დღეს აქ ნახავს ქართულ გეიმ დეველოპერებს, გაეცნობა ქართულ თამაშებს და ერთ-ერთი მიიღებს ჯილდოს, რის გამოყენების შედეგადაც
casual connect-ზე, სოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს game development-ის ღონისძიებაზე, ყველანაირ ტრეინინგზე, ყველანაირ გამოფენაზე, აი ამ გუნდს ექნება აბსოლუტური თავისუფალი წდომა. დღევანდელი game jam როგორც უკვე იცით, არის მეოთხე ტარდება უკვე, თუმცა ცოტა განსხვავებული ფორმატი აქვს იმ მხრივ, რომ ამჯერად არ გვაქვს ვიდეო თამაშების შექმნის მარათონი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ game jam-ი არ ქვია. დეველოპერები აქ არიან, ისინი თავიანთი პროექტების პრეზენტაციას უკვე ატარებენ დილიდან და დღეს უკვე ახლა უკვე დაიწყება მათი პრეზენტაცია უკვე დიდ ეკრანზე. პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები, შეჯიბრი ვთქვათ FIFA-ში, Mortal Kombat-ში, ასევე არის board game-ების კუთხე, გვაქვს ძალიან კარგი სუვენირების გამოფენა გაყიდვა და ყველაზე მთავარი რაც არის ის არის, რომ უკანასკნელ პერიოდში შექმნილი ქართული თამაშების დემონსტრირება ხდება. ჩვენ ვართ კომპანია Lemon-Do, გამოსულები ვართ showcase-ზე ორი პროდუქტით. ეს არის Wing Kings-ი, რომელიც არის multiplayer-ის თამაში, 2 ან 4 მოთამაშეზე, 2-3-4 მოთამაშე და ეს არის Toon Wars-ი, რომელიც არის adventure ჟანრის shooter-ი, ასე ვთქვათ. ესე იგი Wing Kings-ი არის დასრულებული ნამუშევარი, რომელიც საჭიროებს მხოლოდ გამშვებ პლატფორმაზე, ანუ Steam-ზე ინტეგრაციას, ხოლო Toon Wars-ი არის მიმდინარე დეველოპმენტის ფაზაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაკეთებული. დაინტერესება მოლოდის გადააჭარბა, იმიტომ რომ აქ იყო მოთამაშეთა რიგი, ყველას ძალიან უნდა თამაში და ვინც თამაშობდა, ყველანი იყო ნახმარებული. Game developer-ისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის თავარია მისი თამაში იყოს მოთხოვნადი და ყველას რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოწონდეს. ჩემი მიზანი იყო, რომ 2 წლის წინ თქვა და ერთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ეს ოცნება ქონდა, რომ game jam-ი საქართველოში მინდოდა, რომ ჩამოგვეტანა და გვენახებინა რა არის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მოგწონდა. ჩავატარეთ რამოდენიმე game jam-ი და მე მიზანი იყო, რომ ეს game jam-ი რახან ჩვენ მოგწონს და სხვებს ვანახეთ, ეხლა იმათ ჩაეტარებინათ. ამ შემთხვევაში მოხდა ზუსტად ისე. მოვიდა Gameland-ი ჩვენთან და გვითხრა, რომ უნდა ასეთი ღონისძიებების ჩატარება. და ჩვენ დავეხმარეთ ყველანაირად, ყველა რესურსებით სპონსორებთან დავაკავშირეთ და ეს game jam-ი მოხდა ესეთი ამ ფორმატით. რაც პრინციპში ლოგიკური გაგრძელება საიტიდან ჩვენ მივდიოდით. IGDA Georgia წელს ორიენტირებულია ძირითადად განათლებაზე და ასე ვთქვათ, მაგალითად გაიხსნა ილიაუნიში Game Lab-ი და იქ შემდეგ თაობას ვამზადებ და ვეხმარებით game developers-ებს. ანუ ივენტები და პოპულარიზაციაზე გადავეცით სხვებს. და ეს იყო ძალიან ლოგიკური. ამისკენ მივდიოდით ზუსტად და ლოგიკურად განვითარდა ყველაფერი. ეხლა ამჟამად მე ვმუშაობ Vampire the Masquerade The World of Darkness შემქმნელად Mark Rain-ჰაგენთან ერთად, რომელიც თავის ცოლთან და შვილებთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ეს არის სამაგიდო role-playing, როლური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიების ავტორი და მაგასთან ერთად მის ახალ თამაშზე ვმუშაობ. ეხლა დემოს ვახდენ I Am Zombies თამაშის, რომელიც არის 21 თამაშიანი სერიის ნაწილი, ანუ მარკი აპირებს, რომ მიუძღოს თავისი ცხოვრების შემდეგი 21 წელი უზარმაზარ სერიას, რომელიც თქვათ, ბევრად მეც მოიცავს, ვიდრე უბრალოდ ზომბები იქნება, ეს ბევრი ფარული ისინი აღმოჩენები იქნება და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ თამაში თქვენ ირგებთ ზომბის როლს, ანუ ხართ ზომბი, რომელიც აზროვნებს და ესეთი ფარული საზოგადოება არის ზომბების და აი ამ თელ ბნელ და დეკადენტ ასე ვთქვათ, საზოგადოებაში როგორ გადარჩეთ, როგორ იცხოვროთ და შეგიძლიათ როლი მოერგოთ ესეთი ცოცხალი მკვდრის, ასე ვთქვათ, რომელსაც აზროვნება შეუძლია, ანუ ესეთი ზომბი არ ხარ. ამ game jam-ზე ტარდება გრანდიოზული cosplay, თავისი ძალიან სერიოზული ფართით. ეს არის პირველი ღონისძიება, როდესაც cosplay არა მარტო ჩატარდა და მე დამთავრდა, cosplay-ის მოყვება ძალიან მაგარი დღესასწაული. და ეს დღესასწაული არის კარგად ორგანიზებული. cosplayer-ები მოდიან, ისინი იკრიბებიან. ცოტა ხანში ყველაფერი იქნება მზად ამისთვის და ისინი მოაწყობენ თავიანთ შოუს და ბოლოს გამარჯვებული მიიღეს PlayStation 4-ს.
კოსმოსი დაკავებული ვარ უკვე 2 წელია და პირველი Game Jam-ის შემდეგ ყოველ წელს მოვდივარ. ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნება საქართველოში შემოვიდა ეს კულტურა და უკეთესი და უკეთესი ფესტივალები იმართება და ამის შემდეგაც ვაპირებ, რომ უფრო რთული cosplay-ები გავაკეთო. ჩემი პერსონაჟი ამჟამად არის მაიკლი Angel Sanctuary-დან და პერფორმანსსაც ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. ჩემი პერსონაჟი არის თამაშიდან, რომელიც არის Sony PlayStation 1-ზე. ეს არის Nightmare Creatures 2. იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა, რომ თამაში არის ძალიან ძველი, მივიწყებული და ვცადე მისი გაცოცხლება. ისე რომ გამეხსენებინა ხალხისთვის, რომ ძველი თამაშები შეიძლება იყოს საინტერესო პოპულარული გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ძველ კონსოლებზე არის. პირველ რიგში საინტერესოდ გაივრცო თვითონ აქტივობების რაოდენობა. ეხლა ძალიან მიხარია, რომ მარტო კომპიუტერულ თამაშებზე არ არის ეს ყველაფერი, შეუძლიათ მოვიზიდოთ ხალხი და უფრო დიდად დავაინტერესოთ სფერო. არის board, ანუ სამაგიდო თამაშები ძალიან დიდი კლუბები შეიქმნა, რომელიც მეტ ხალხს იცნობს აქ, ასევე cosplay და ყველაფერი განერთო და რაც თავარია, ჩამოვიდნენ Casual Connect-ის წარმომადგენლები, ანუ აი ამ Game Jam-ზე wins გაივანჯობს და ვისი თამაშების აერჩევა შეძლებს წასვლას Casual Connect-ზე და თავის თამაშის წარდგენას მთელ მსოფლიოსთვის და ძალიან ანუ რა როლიც აქვს როგორც სტუდიას, თქვა, იქნება ეს ინვესტორის პოვნა თუ იქნება ეს ხალხისთვის გაცნობა, ჟურნალისტებისთვის გაცნობა თავის თამაშის, ეს უნიკალური შესაძლებლობა, ანუ საქართველოში აღარ იქნება მარტო ეს ყველაფერი და ეს დაინტერესება რაც წარმოქმნიან უცხოელები ჩამოვიდნენ, თქვა, ამ დიდი Casual Connect-ის ორგანიზატორები შეხედავენ აქ ამ სიტუაციას, ნახავენ რამდენი დეველოპერია და შეიძლება ეს საქართველოში ჩატარდეს, ანუ საქართველოში ჩამოვლენ სხვა დეველოპერები, ანუ მთელი იდეა არის, რომ გარდაქმნათ ეს ერთგვარ ევენტად, რომელიც არის თამაშების და თამაშების სფეროს გარშემო, როგორც ბიზნესის, ასევე გართობის და ამ ყველაფრის გარშემო გაერთიანდება ხალხი, იქნება გამოფენა ჩამოვლენ, თქვა, Grand Theft Auto იმედია და რაღაც Witcher-ის დეველოპერები თავის თამაშს აჩვენებენ და რაღაც ამისკენ მიდის ყველაფერი, რა როგორც ბიზნესის სახით, ასევე როგორც გართობის სახით, რომ განვითარდეს და აი ამ რეგიონში იქცეს რაღაც უფრო დიდად, ვიდრე უბრალოდ Game Jam.